ტეკეტა მინდა ვიქეიფოდო თოკვარაზე სარიელი უჩიტო კრამიტი გენაცოლე ქართული კაცის დასალევი არ არის ნამდვილად რა ის შექმნა ღმერთმა ბუნებაში ჩიტი ფუტკარს აქვს თავისი პერი აქვს თავისი კაცები ოჯახი ყავს მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო კეთილებო ლამაზებო სულით მხიარულებო ქართველებო მსმელებო თქვენ გენაცვალეთ უყველას მე გაგეცნობით პირველ რიგში მე გახლავართ საშა კვეკვესკირი ფსევდონიმით იაშა კვეკველი დედით მცხეთელი ჭიათურის ერთ-ერთი სოფელი კვეკვიდან საიდან მოდის ჩვენი სოფელი კვეკვი არის ღვინის ტრადიციების ქართული სულის მატარებელი სოფელი სადაც ღვინის საფუძვლები ჩაიყარა თავიდანვე. ოდითგანვე ჩვენ ქართველები ვართ ძმაზე ორიენტირებული, ჩვენ გვიყვარს ღვინო, ჩვენ გვიყვარს დალევა, ოღონდ. ყველაზე მთავარი რაც არის მეგობრებო, აქ სასმისებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ვიმყოფებით აგერ არაჩვეულებრივ გარემოში ღვინის ბუტიკში, სადაც კარგი ხალხი დაგხვდებათ, გიმასპინძლებენ და დააგემოვნებთ საოცარ და გემრიელ ღვინოს. ეხლა კი ჩვენ თავარია უკვე რითვისაც შევიკრიბეთ აქ, დავაგემოვნოთ ღვინო. მაგრამ ერთს კიდე გადავუხევ და ჩემს პროფესიაზე მოგითხრობთ 2-20 სიტყვით. მე გახლავართ ინჟინერი, ფეხბურთელი, მლესავი მღებავი ხუროთ მოძღვარი კაცი, პროფესიით ასევე ვარ ათეისტი, მაგრამ რწმენით ვარ მართლმადიდებელი ქართული გენაცვალოთ თქვენ ჩემი თავი. დანარჩენი როგორც ყველა ქართულს, როგორც ტაქსის, ყველა მეღვინეს, ყველა კაი ადამიანს 3 დიპლომი, მე მაქვს 24 ცალი დიპლომი. პირველი რაც ჩვენ დაგჭირდება, თავარი ატრიბუტი, გახლავთ თეთრი ხალათი. მოგვაწოდეთ ხალათი თუ შეიძლება საბა გენაცვალოთ. ხალათი მოვისხათ და ცოტა კიდე ამ ხალათის შესახებ მოგიყვებით ეხლა მე თქვენ. რატომ არისო მოკლეო ეხლა ვიღაცა იტყვის. ეს იმიტომ კი არ არის მოკლე ეს ხალათი მეგობრებო რომ მე პატარა მაქვს. არა როგორ გეკადრებათ. ეს სპეციალურად არის ესეთი მოკლე. რის გამო? ამასაც აგიხსნით. აგერ ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ღვინო რომელიც დაგხვდებათ ამ არაჩვეულებრივ გარემოში და გადავიდეთ პირდაპირ დეგუსტაციაზე. პირველი დეგუსტაციაში მთავარი რაც არის ეს ხალათი და ეს ერთი ჭიქა ღვინო. და რატო მოკლე ხალათი? ღვინოს როდესაც სინჯავთ მეგობრებო, აი აქ უნდა წამოვიდეს ბურძგლი. ბურძგლი თუ არ წამოვიდა, ჩათვალეთ, ეს არ არის ღვინო რა. ესოც უფრო ბედი ბეწვები აქვს, ის უფრო კარგად აგემოვნებს ღვინოს, რო იცოდეთ, რა ჩემო კარგებო და ლამაზებო რა. ეხლა მე ერთ კუბს დავლევ და ამის მერე უკვე გადავიდეთ უშუალოდ ღვინოზე, პალეტზე და ასე შემდეგ ქართველებო კარგებო. ბურძგლები ნელ-ნელა მოდის. ეს კიდე შეგვიძლია ერთით გადავიკეცოთ ესე, ლამაზებო, რათა უფრო გამოჩნდეს ჩვენი ხელისმტევანი, სადაც აი ეს ღვინის საფუძვლები ეტაპობრივად გადმოდის. აი აქედან მაჯი ჩამოდის მაჯამდე. გენაცვალეთ ჩემო კარგებო. ღვინოს რაც შეეხება, მთავარი ატრიბუტი კიდე რა გვაქვს ღვინისთვის ჩვენ. ეს არის ძველი ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე ძველი ისტორიული ხელსაწყო. ეს არ გეგონოთ ვინმე ექიმის ან ვიღაცა თაღლითის ხელსაწყო, ეს არის ღვინის გასასინჯი აპარატი. ეს არის თხისნაწლავიდან არის წამოსული. აქედან ჩვენ თავის დროზე ვსვავდით ამას მეგობრებო ღვინს, მაგრამ მე უკვე ისე რომ წავიდა სიტუაცია, აირია ქვეყანა, აქ ექიმები შემოვიდნენ, ისინი შემოვიდნენ და ამან უკვე სხვა დანიშნულება მიიღო რა. თავარი ეხლა რა არის, რას ვაკეთებთ ამ დროს? ღვინო, რომელ ჭიქაში და რომელ სასმისში სასხია, ის თუ არ გველაპარაკება ჩვენ, აზრი არ აქვს, ჩათვალეთ ღვინო არ არის. აი ეს უკვე რაღაც ნელ-ნელა კარგ რაღაცებს ამბობს. ერთი წამით უკრავს მღერის იდეალურია. თვითონ ხსნარი უნდა იყოს ცოტა წებოვანი რა. აი ეს თუ არ გაიშალა, ესე იგი იდეალურია. ძალიან გემრიელი ღვინოა, რაც შეეხება ეხლა დანარჩენს. ეს ჭიქა უბრალოდ აქ მომიტანეს, იმიტომ რომ აქ სხვანაირი გარემო აქვს, უცხო ხალხი შემოდის, უცხო თვალი შემოდის და მაინც ჭიქით ამჯობინებენ დალევას, მაგრამ მე არ ვარ ჭიქის კაცი და გენაცვალეთ ჩემო კარგებო. მე მინდა ქართული განსხვავებულ სასმისზე ვისაუბროთ და იმით დავაგემოვნოთ. Many months later. თავარი მუღამი მეგობრებო ყანწისა არის ეს. ყანც უნდა გაზდიოდეს, თუ ყანც არ გაზდის, ის ყანწი არ არის. აი, ეს შეგვიძლია ესე ვქნათ თავზე გადავისვათ, შევეძლოთ ყურის ბიბილოები დავეზილოთ ამ ღვთიური ხსნარით და ეხლა კიდე დავაგემოვნოთ. აი ეს თუ იცით რისთვის არის. ბევრს რო დალევთ, და უკვე არაფრის თავი რო აღარ გექნებათ, გამოსაფხიზლებელია. გენაცვალეთ, გაგიმარჯოთ, დავაგემოვნოთ და გეტყვით ამის წარმომავლობა საიდან წამოვიდა ეს ჩვენი ყანწი. თქვენ გენაცვალეთ, აი რა კარგად წამოვიდა, აბარა. წარბები, წამწამები დავიზილოთ და ეხლა დავიწყოთ ღვთიური სასმისის. ძალიან დიდი მადლობა, ეს ჭირდებოდა აშკარად. 12 seconds later. ყანწი პირველი ასო ყ. არა, პირველი ასო ყ.
ყანწი, საიდან მოდის სიტყვა ყანწი? ყველამ კარგად იცით ერთ-ერთი კენკროვანი მცენარე ანწლი. ყანწი, ანწლი. ეს იყო ადრე, ეს იყო რომელ საუკუნეში, დაახლოებით მე-13 საუკუნეში თამარ მეფე რო დაიკარგა, თუ იცით თქვენ ბიძარო ეძებდა, აქვარძიაო. აი მაგის გვერდზე იყო სოფელი, საიდანაც ეს არის წარმოშობით წამოსული, ეს ჩვენი ყანწი. ეს არის თხის, ეს არის ბერწი თხის. ბერწი თხა უბედურია. ამას თავისი გემოები აქვს შიგნით და სუნები აქვს. ამასაც ამითი გავსინჯავთ ხე ჩვენ, რა იქნება კარგი და გეტყვით. ეს სადღაც 2-3 წლის ასაკში იყო, როდესაც დაკლეს და მაგის მერე გააკეთეს ერთი რქით ყანწი. მეორე გაუკეთეს საწყალ ცხვარს და ჩაშუშეს მერე ჩაკაფულში. გენაცვალოთ ჩემი თავი. მეგობრებო, ეს არის ერთ-ერთი სასმისი, რომელთაც ჩვენ ვსინჯავთ ღვინოს, ხო, მაგრამ თქვენ არ იცით. ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა, მარტის აპრილიდან ნახევარი მაისიცო. ხო და ჩემო კარგებო და კეთილებო, გაზაფხული როცა იწყება, მიწა რო იწყებს ფეთქვას, მიწა რო ამოვა. აი ბალახი რო ამობიშბიშდება, კარგად გებრელად მწვანე, სვარი რო ადევს. ვიღებთ ბარს. გვაქვს ბარი სტუდიაში. ბატონო საშა, თუ შეიძლება ღვინოს დავუბრუნდეთ რა. ღვინომდე უნდა მივიდე გენაცვალ ეგრე მარტივი არ არის ეს თემა რა. ვიღებთ ბარს და სადღაც 15-20 სანტიმეტრზე ვიღებთ მიწას. აი, ოღონდ სადაც ძირითადად სოფლებში გენაცვალ ჩემთან ახლა კვექში არის ეგეთი ადგილები, რომ სადაც საქონელი ყავს, იმის უკან გვაქვს სპეციალურად ღვინის დასალევად მიწა მოწყობილი რა. იმას რომ ვიღებთ მიწას 40 სანტიმეტრზე 30 სან. ესე რა, ესე რო იყოს. და ვთხრით, იქ რახად უკვე ბოსელი იყო იქვე ხო? იქ ყველაფერი დამატენიანებელი მიწის ესე რო ვთქვა, შესულია უკვე ამაში. და რას ვაკეთებთ, იცით მეგობრებო? პირველ რიგში ამას რო ვთხრით, ესე ხელით პეშოთ ამოვწმენთ ამას და ავდგებით მუხლებზე და ვიწყებთ. გენაცვალე ბუნება, მიწილადე შენი სიყვარული თუ შეიძლება და მე ამ ღვთიური სასმისით შენ დაგლოცა. და ვასხავთ შიგნით და ვიწყებთ თხლუპუნს. ეხლა მე აქ მიწა არ მაქვს, მაგრამ აი ჭიქით დაახლოებით ვითხლუპუნებ რა როგორც საჭირო. აი ეს ვიშვებ სამჯერ. თვალი არ უნდა დახუჭოთ, მაგრამ თვალი თუ დახუჭოთ, ყველაფერი მთელი მომავალი წელი გექნება ძალიან ცუდად რა, არ შეიძლება. მიწასთან ჩვენ აუცილებლად დავაგემოვნებთ, აუცილებლად ასევე დავაგემოვნებთ კრამიტით. ოღონდ კრამიტი უნდა იყოს ისეთ ადგილად, სადაც ჩიტები მოძრაობენ, იმიტომ რომ ცარიელი უჩიტო კრამიტი გენაცვალე ქართული კაცის დასალევი არ არის ნამდვილად რა. ჩიტმა თავისი გასაკეთებელი ხოლმე რისთვის შექმნა ღმერთმა ბუნებაში ჩიტი. აი მოდი ღვინო კაი, არ გვინდათ. ჩიტზე ვისაუბროთ. რისთვის არის ჩიტი, ხო? ჩიტი არის იმისთვის გენაცვალე, რომ იმას თავისი მოსავალი ხო აქვს რაღაცას თუ ჭამ გამოც ეს ყველაფერი აწყობილია ესე რა ეტაპობრივად ჩიტმა გააკეთა ავიღეთ წამოვიღეთ დავასხით ღვინო შევირგეთ გენაცვალოთ ჩემი თავი და დარჩენილი ცხოვრება და კიდე ბევრი აზრი მაქვს ღვინოზე მარტო ეს ღვინო რა არის მაგრამ ერთადერთი რაც ერთად აქ მართლა კაი ღვინოები აქვს რა ეს მარტო ჩემი გამომოვებული არ არის აქ ბევრმა იცის და ბევრი არის ნამყოფი და ბევრს გავუსინჯავს მოგძანდით ხოლმე დააგემოვნეთ ძალიან კაი ღვინოებია ამ ღვინოზე ჩვენ შევთანხმდით რომ ეს უკრავს გემოს შესანიშნავია. დაახლოებით 3-4 წლის დაძველებით. გემოზე ხა პიტნა აქვს, ან პიტნასთან არის ახლოს სადღაც ეს ვენახი, საიდანაც არის მოკრეფილმა. ფუტკრის ეშხი აქვს, იცი? ფუტკრის გემო აქვს, თაფლის არა ფუტკრის. ფუტკარი. ოღონდ ეხა ფუტკრის წარმოებაზე ჩვენ დავიწყოთ. რისთვის არსებობს ფუტკარი? ხო, ფუტკარი არის მარტო იმიტომ კი არა ჩვენ თაფლი მოგწეს, კაცო. ფუტკარს აქვს თავისი პერი აქვს, თავისი კაცობები, ადამი, ოჯახი ყავს, ნო ფუტკარი. ფუტკარმა დედამ რო არ ეშრომოს. ისე სხვა შვილები როგორ გაზადო, შემამაწყონებულო, შენ რომ მეუნებია ფუტკარს რო კლავდა რაღაცა. ფუტკარი არის დიდებული ადამიანი. და ადამიანი იყო თავიდან. მე ჩიტებმა არ მიიღეს, მიწას თაგვებმა არ მიიღეს. რა უფრო გავხდე ფუტკარიო, მაგრამ გავხდა ფუტკარი და არის თავისთვის. ამაში არის ფუტკარი. დედა ფუტკარი. სხვათა შორის ამას ყავს ეხა მოიცა ერთი წუთით 4 შვილი ყავს, 3 ბიჭი ყავს, ერთი გოგო ამ ფუტკარს რა. ვინც ამაზე იმოქმედა ძალიან გემრიელად სხვათა შორის და 3 hours later. გადავავსეთ ღვინო და გავაგრძელოთ საუბარი. მარტო ფუტკარი არ არის ბიჭო, ღვინის მოპოვებაში, ღვინის დაგემოვნებაში, დეგუსტაციაში თავარი ატრიბუტი გვაქვს კიდე ჩვენ. აქ ეხლა მე პირველად შევხვდით და უნდა გაგეცნოთ ეხლა მე თქვენ და მაგიტო აღარ წამოვიღეთ, რომ მე მაქვს 1000 რაღაცა გენაცვალე. მარტო ყანწი რომ მარტო სასმელი იყოს. მამა სხვა დანიშნულებებიც აქვს. ამის დანიშნულებებზე მე რაღაცა განსაკუთრებით ამაზე იფიქრეთ, მეგობრებო, ეს არის აპასნი ძალიან ცუდი რამეა ეს ზოგადად. მე ესეთი კაცი ვარ, ყველასთან არ მივდივარ გენაცვალე მე რა. მე მაქვს მოვლელი სოფლიო გინდა, ის გინდა პლანეტები, ყველგანა ვარ ნამყოფი ძმაო, მაგრამ იდეალური ყველაზე კაი რაც არის, ხო? ღვინო უნდა იყოს თეთრი. ყველას უნდა კონდეს, აი ესეთი ფერი უნდა კონდეს და ფუტკარი მოგვეწოდა კი ბატონო ძმაო, ფუტკარი კაი იყო. ფუტკრის ეფექტი ამ ღვინოს აქვს. მართლაც კარგად აქვს ამას ეს ეფექტი და ამაზე კიდე
აი ადრე რო იყო თქვენ თუ გახსოვთ დრაკონებიო, დრაკონები სად იყვნენ მე რო ვიყავი მაგის დედავატი. დრაკონებიო, ისო ბიჭო, ის იყო დინოზავრები სად იყო ქართველი კაცი ღვინოს რო აკეთებ. პროსტა აი აღარ მინდა ეხა ბევრ ამაზე ვილაპარაკო რა. მე მართლა გულიანი და ესეთი ტრადიციების მოყვარული კაცი. მიწის ამოთხრაზე და ღვინის დალევაზე გელაპარაკებ. რა დინოზავრებზე და დრაკონებზე ველაპარაკები. აი ესე რა ხედავ არ გამოდის რა. გადავიდეთ ეხლა უშუალოდ მეგობრებო სასმისების მნიშვნელობაზე. პირველი სასმისი, როდესაც ღვინო შეიქმნა, როდესაც ქართველმა კაცმა ქვევრიც არ იყო, აი იმ მიწიდან, იმ ჯეჯილიდან, იმ ბუჩქებიდან ღვინო რო ამოიღო, იმ მიწის სიღრმიდან. პირველად როგორ დააგემოვნა აი ესე პეშვით რა. პეშვი არის დიდებული სასმისი. პეშვიდან თუ დაგექცა, ესე იგი იმას ნიშნავს, რომ კერიც ყავს და მოყვარეთ. სვავთ ესე. ზედა პეშვიდან ჩამოდის ქვედა პეშვზე. აი ესე რო დალევ მაშინ ხარ ქართველი. მაშინ ხარ მოკეით, მაშინ ხარ ტრადიციების მიმდევარი ადამიანი. სხვანაირად არაფერი არ გამოვა თქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი. აბა ესე თუ არ შეიწმინე ქართველმა კაცმა ხელი. აი ესე თუ არ მოისმი, კარგად ხელი. სხვანაირად ღვინის დაფასება და ტრადიციის მოყვარული ადამიანი არ გამოდი ხარ ჩემო კარგო. ტრადიცია თქვენ რა ღვინო გგონიათ მარტო. ქართულიც ეკვა ქართული სიმღერა, ვისი მოგონილია? ნარკვევები, ნაშრომები, რამდენიც გინდათ, როცა გნებავთ, მომწერეთ, ნოცა გინდათ. დამეკონტაქტეთ, ფაქსი გამომიგზავნეთ, მე მარტო ფაქსს პასუხობ. და ტელეფონი მაქვს ერთი, ჩემი მაგას შემდეგ გადაცემაში გაჩვენეთ, იმ ტელეფონის garaშე ხამ ერთი გამეწყრება, მე რო გითხრა დავდივართ ხო, მაგრამ დღეს მომეწია რატომღაც მაგის garaშე წამოსვლა, მაგრამ შემდეგისთვის მექნება ის ტელეფონი და მაგეთ დაგირეკავ თითოეულ თქვენთანაც და აგიხსნით სიყვარულს, ღვინის სიყვარულს, ქართული კულტურის სიყვარულს, ქართული მოკეიფე ხალხის ტრადიციულ მატარებლურ სიყვარულს და გენაცვალეთ. გადავიდეთ მეორე სასმისი. მეორე სასმისი გვაქვს ფიალა. ფიალა რას ნიშნავს? ფიალა ისევ ამ ხელის გულიდან გამომდინარეობს. ჩვენ რო პეშვით ვცვალდით, მე ვითომ ვიღაცა გამოვიდა, რომ მე მაგარ პეშვიო ბენზორო ხარაზე მიკიდიაო, ხელიო ხარაზე. შეშობელო პეშვი თუ ბენზო შენი არ არის ეს პეშვი ჩემია? შენი ბუჩქია? ჩემი პეშვი ჩემია, შენი პეშვი შენია, გენაცვალება. ზოგადად რა არის? ეს ფიალა რატომ მოიგო? მიწის ხელის ფორმა. ჩვეულებრივი ხელი, მოკაცრილი აი ესეთი არ არის ფიალა. აი მითხარი რა, აი ესეთი არ არის ფიალა, აი ესეთი არა. ფიალა ვითომ მე მიყვარს ვიღაც გოგო ქვევითო და სად იყო შეშობელზო სართულებიანი შენობები ფიალეთ რომ სვამ. ეხლა რომ დადგებით ქვევით და შენ დაგეძებადილა თუ ბინედია ქვევით და რომ უმღერი. არ იყო გენაცვალე. ვიღაცა გიტარაზე კიდე ჩაწერილი ფონოგრამებით რომ ამღერებ. რაღაცა გააკეთეთ რა. არ ვიცი? მოდი მკითხე მაგის მეტი რა ვიცი, რაც ჩვენ დრო გვიტარებია და რაც ჩვენ გვეგრეალია. სხვანაირად არც შემიძლია მე. მე დღეს სახში რომ მივალ, შენ რა გონია რომ დავწვევ, მიგ დავიძინებ და ეცე რამდენი საქმე მაქვს ჩემო კარგო. ძლივს აგერ დრო მომეცა, აგერ ბიჭს რომ რაღაცა ცოტა თქვენს გაგაგებინოთ და გაგარკვიოთ რეალურად რა არის. ფიალა სიყვარულის მანიშნებელი სასმისია, ხო? ფიალეთ ჩვენ რასო? ფიალეთ წამოვდგებით ჩვენსო, ჩვენი ქვეყნის სადღერძელს. რატო ვსვათ ჩვენი ქვეყნის სადღერძელს? ფიალს. იმიტომ რომ ფიალს ესეთი ფორმა. ზეგან მე რო გელაპარაკეთ, თქვენ მაისის მეორე ნახევარში მეთქი მიწას ვთხრით და იქ ვსვათ. რატოა ეს ფიალა ესეთი მაგიტოა? რატოა თიხა? იმიტომ რომ მეწაშიც არის თიხა ჩემო კარგო. ეგ არის. ცოტა მოდი იცი რა ვქნა, თქვენთანაც შეგიძლიათ რაღაცების დასწრები გამოიტანოთ. მოდი რა იღე რა შედალოცილო თავი რისთვის გააჭანჭყარე და ფიქრდი, ისაუბრე, ილაპარაკე, შენ თავს ელაპარაკე. არ შეგიძლია მარტო სარკესთან, მიდი გენაცვალე. სარკესთან. მე როგორ დავიწყე, იცი თავიდან, აი ესე დავიწყე რა. გამარჯობა, საში შენ ხარ? კი მე ვარ. კაი კაცი ხარ. გაგვიმარჯვეს ღმერთმა ერთად. შევსვათ, დავლიოთ, მიუჭახუნეთ, კაპკუ. და ეფექტი აქვს, იცი? ჭიქა მღერის, თიხაც მღერის, მაგრამ ჭიქა უფრო მღერის. საიდან წამოვიდა სიმღერა? ეგ უნდა გეკითხათ, მაგრამ ამ კითხეთ, მე ვიცი თქვენ რა გენდა. სიმღერა საიდან წამოვიდა? კაცი ადგა ერთხელ თავისით ეზოში მუშაობდა რა. დალობის მერე როგორც ყოველდღე დილით გავიდა ყანა მოტოხნა შემოვიდა მერე და ასე აიღო ეს სასმისი ძმაო და დაიწყო დააკურა. აი ეს რომ მღეროდა კაცის აყვა. იმან ბანი მიცა მეზობელმა მერე. ეკო გადმოდიო ჩემთანო ეს ფიალა. უკვე ფიალა შემოსული იყო მაგ ტრადიციებში რა. ფიალა უკვე მაქედან გამოვიდა. და ჩამოყალიბდა ეს ფიალა. ეს იყო მარტო ფიალაზე. ეხლა გადავიდეთ სხვა სასმისი. როგორც წეგან ფიალის ისტორიაზე გესაუბრეთ, ეხლა ზუსტად იგივეს გავაკეთებ. ოღონდ ეხლა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სასმისი შემოდის ამ ეტაპისთვის ჩვენთან. ეს არის შიფერი, კრამიტი, შიფერი. რატო შიფერი? შიფრერიც რო ადგებით და დალევთ ვიღაცეები ფოტოებს რო უყურებ, ბიჭო, წყალს რო გადაავლებ და გარეცხავ და ხას რო გაატარ, მოდი ხალო გამირეცხე. ღვინო უნდა
დავლიო. ეგ აღარ გამოდის გენაცვალე, არც კრამიტი, აღარც შიფერი. შიფერი რა არის, იცი მთავარი? სახურავს რო ახსნი შენსას. შენი ფუძე კარი სახურავს რო აცლი. ხავსი რო აქვს ზევიდან მოდებული და წეღარო საუბრობდით, ჩიტები რომ მოფრინავდებოდი ჩიტის მნიშვნელობას ქართულ კულტურაში, ხო? აი იმან თუ თავისი საქმე არ გააკეთა, ის შიფერი არ შიფრობს. არაფერს არ აკეთებს კარგზე. ხო და ვიღებთ ამ შიფერს გენაცვალე. მეორე ადამიანი გჭირდება მარტო ეხა შიფერი თული დასალევია რა. ვიჭართ ესე? როგორც ქართველ კაცს, ქართველ ვაშკაცს დედა ძუძუს აჭმევდა. აი ესე უნდა გვეჭიროს, აი ესე უნდა გვეჭიროს შიფერი. თავი უნდა დავხაროთ დაბლა და ესე უნდა დავლოთ. ოღონდ ხმა მთავარია, ესეთი ხმა უნდა გამოცეთ დალოვის დროს რა. რა არის მთავარი? ეს ხმა თუ არა აქვს შიფერს და რატო აქვს ეს ხმა? ეხა მე ჭიქაში გავაკეთე იმიტირება, მაგრამ რეალურად შიფრიდან მოდის რა ეს შიფერის ხმა არის და რატო? აქ ჰაერი ხო გროვდება, იმას თავის ღარები ხო აქვს. ჰაერი თუ არ შეიტანე, სარიელ ღვინოს ვერ დაელენ. გაიგე? სარიელ ღვინო ეგრე ხავს თუ არ მოედო. შენ უყურე შიფერზე ჭიქით რომ დაასხავ, შენამდე უნდა მოვიდეს 3, მაქსიმუმ 4 წვეთი. დანარჩენი უნდა დარჩეს Z, გამიგეშინა. მერე ტუჩის მხარე შენ საიდანაც გეჭირავს ეს შიფერი. იმ ტუჩის მხარე ატრიალებ უკვე მეორე როსავს და იმ ტუჩის მხრიდან ასხავ. და რატო ასხავ, იცი? შენი სიყვარული, შენი კოცნის ტრადიცია, შენი მშობლების სიყვარული და ეს ერის სიყვარული იმ მეორემ უნდა შეიგზოს. იქ რო დაასხავ და შენი ტუჩის ნარეცხი რო ჩაირეცხება, რო ჩაიფერფლება და ჩაიელვება, ხო შიგრით? ეს არის ქართული სიყვარული და ეს არის ქართული ტრადიცია, ზერპასო მეგობრო. თქვენ კიდე მკითხავთ რა სასმელი შემ, მე ყველა სასმელზე შემილია თქვა. მე ყველა ფრიდან შემიძლია დავლე. ბეშვი დავლე, ბიჭო, კრამიტით ვერ დავლე, რითი აღარ დავლე, კიდე ნატურა მოხდა და გადავჭრა დავლიო. სად იყო ჩემ დროს ნატურა, ჰა? შეკარგო ადამიანი. მიწურულს მიუახლოვდა ჩვენი გადაცემა, მაგრამ ეს მიწურული იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რამე დავასვო. ჩვენ თქვენთვის ეს გითხარით ელემენტარული. ელემენტარული რაც ჩაჯდება აი ამ პერიოდში, რაც ეს გადაცემა იქნება. რა იცი რატო ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო. ჩვენი იმდენი თემა გვაქვს, გინდა ღვინოზე, გინდა ტრადიციაზე. ცეკვა ჩვენი მოგონილია. ცეკვა მე რო ხელს გავშლდი რესტორანში, გოგოები ერთი მეორეზე ეცემოდნენ, რას ლაპარაკო. სად იყო მაშინ თქვენ სოხეშვილებიო და ისო რა ქვია, ვიღაცები არიან, მოცეკვავე გენაცვალე, მე რო ვარ ეგეთი უნდა. ეხლა კიდე დამიპატარავდა რა. ეს არის ქართული. აი, ამას ვენაცვალე. აი, ეს არის ტიკე, ბიჭო, ტიკე და მინე და ვიქეიფო თომატაკავარაზე. ყვარზე მე რო ვიქეიფებ, ტიუზეც გადავიღებ, ყველგან თქვენთან მოვალ სახლებში, ფანჯრებთან გიმღერებ, ძვირფასო მეგობრებო. აგერ ვიმყოფებით კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა არაჩვეულებრივ გარემოში, არაჩვეულებრივი ხალხი, არაჩვეულებრივი ღვინო. მობრძანდით ღვინის ბუტიკში, დავლიეთ, იმხიარულეთ და შემოგევლოთ თქვენი საშაკვეკვესკირი, იაში კვეკველი, გამოიწერეთ კიჩენბროსის არხი, კიჩენბროსი ძალიან კარგი გუნდია, პროფესიონალები, ყველა საქმის მცოდნე და არ დაგავიწყდეთ. მე YouTube-თან ცოტა მწყრალად ვარ, მე პირადად გამომიგზავნეთ ფაქსი. გენაცვალეთ ფაქსით, ლაიქი მიაწერე საშას, გამოაგზავნეთ ფაქსი. ეხლა მე წავედი, სხვა საქმეები მაქვს, სხვა გადაღებაზე მივდივარ. ჭორომე თქვენი, კარგად ბრძანდებოდეთ.